ხო და ერთმა კაცმა მთელი წლის მოსავალი გაყიდა და ფული რომ ხელში დაიკავა, ბაზარში წავიდა. ისეთი რამის ყიდვა უნდოდა, რაც სხვას არ ექნებოდა. ბევრი რამ ათვალიერა, ბევრი მოიკითხა და ბოლოს ერთ კაცთან შეჩერდა, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები სიმართლეს ყიდიდა. სიმართლის ფასის გაგების შემდეგ ცოტა კი შეცვალა, მაგრამ ამ სიმართლისთვის უკან არ დაიხია, ევაჭრა. სიმართლის ფასის დაკლების შემდეგ შეთანხმდნენ. მან სიმართლისთვის ფული გადაიხადა და გახარებულმა შინისკენ გასწია. მიდის და მიაქვს თავის სიმართლე, რომელიც მძიმეა, თან დიდია, მოუხერხებელია, ძნელი სატარებელია. აღმოჩნდა, რომ კარში ვერ ეტევა. მანაც ადგა გარეთ ქვასთან დადო ეს სიმართლე. შიშესულმა ცოლს ახარა ეს დიდი ამბავი. ცოლმა ჯერ შეიცხადა, მერე გაიკურვა, მერე გაუბრაზდა. სიმართლეს ჩვენ ვერაფერში გამოვიყენებთ, თან დიდია, თან მძიმეა სიმართლე და ჩვენ ვერ შევძლებთ ამ სიმართლის დაცვასო. წადი ახლავე და ნებისმიერ ფასად გაყიდე ეს სიმართლეო. წავიდა ეს კაცი ბაზარში. დგას და ახლებს შორის, აბა სიმართლე, დიდი სიმართლე. იაფად სიმართლე, მაგრამ სიმართლის მუშტარი არ ჩანს. ზოგი პასუხობს, ჩვენი სიმართლე გვაქვსო, ზოგს ეძვირება სიმართლე. და უცებ ერთი კაცი გამოჩნდა. დაინტერესდა, აწონა ეს სიმართლე და გამყიდველს ეუბნება ამ ჩვენს გამყიდველს. აი ერთ მადლობას ვიხდი, თუ გინდა და წავიღებო. წარმოიდგინე, მყიდველია. თან უნდა, თან ეძვირება ეს სიმართლე, თან ფიქრობს, თან ორჭოფობს, უტრიალებს აქეთ-იქიდან. ერთი მადლობა სიმართლეში მეტი ხო არ არისო? ბოლოს ეს ჩვენი გამყიდველი ეუბნება, რა გინდა, მთელ სიმართლეს ერთ მადლობად გითმობო. მაინც ეძვირება. რა ამბავია ერთი სიმართლესთვისო, მაგრამ თან არ ეთმობა, მაგრამ ეძვირება. მალევე სხვა მისნაირი აღმოჩნდა და გამოჩნდა იქვე. ერთად იმსჯელეს, იფიქრეს, აწონდაწონეს და გადაწყვეტეს, რომ გაიყოფდნენ ამ სიმართლეს და ერთი მადლობის ფასად ნახევარ სიმართლეს დაწაიღებდნენ. შეთანხმდნენ და წარმოიდგინე, ბაზარში ამაყად მიაბიჯებს. ორი ბრეყვი, ნახევრად სიმართლით და ერთი უფრო სულელი, რომელმაც სიმართლე ნახევარ მადლობად გაყიდა. გონიათ, ქვეყანა ეშენებინოთ, ეცი რატო მხარიათ? ნახევარი სიმართლე ყველაზე მოსახერხებელი რამ არის. არც ჭიშკარში გაიჭედება, არც სინდის დაგიმძიმებს. ხო და ასე ვცხოვრობთ. ნახევარი მადლობით. ნაყიდი ნახევარი სიმართლით. თავარი სიმართლე კი იქ დარჩა, ბაზრის მტვერში. იმიტომ რომ მისი თლიანი სტარების თავი არავის აღმოაჩნდა. როგორ ფიქრობ, სინამდვილეში ძიმე სიმართლე ჯობია ისეთი ჭიშკარშიც რომ არ ეტევა თუ ის ნახევარი, რომლის სტარება ბრიყვებსაც შეუძლიათ.